დიახ, მოგესალმებით, ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი ვარ. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიქნები თქვენთან. გვირეკავთ 557 88 95 88 და ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვისაუბრებთ საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. ასე რომ შეგიძლიათ უკვე შემოგვიერთდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს და თქვენი პოზიციები ბრძანოთ. მე შეგახსენებთ, რომ შაბათს 28 თებერვალს დილას ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების და ასევე უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბუნებრივია ამას ყოველივეს საპასუხო რეაქცია და საპასუხო დარტყმები უკვე მოყვა. ირანმა ასევე ირანის სასულიერო ლიდერის ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის დაადასტურა და კვირას უკვე ირანის დედაქალაქის ცენტრში ათასობით მგლოვიარე შეიკრიბა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სასულიერო ლიდერის დაღუპვას ზეიმითაც კი შეხვდა. ბუნებრივია, ეს პროცესები სამწუხაროდ გრძელდება, როგორია ჩვენი მოქალაქეების პოზიცია, განცხადება გააკეთა გერმანია, მათ შორის რუსეთმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განცხადებებს შემოგთავაზებთ. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობამ სამძიმარიც გამოთქვა და საკუთარი პოზიციაც ბრძანა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ გადაცემის მიმდინარეობისას, მანამდე პრიორიტეტია მაყურებლის აზრი, ამიტომ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. კარგით, რამდენიმე წამში დავალოდოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება, გეტყვით ინფორმაციისთვის ასევე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, სრული იმუნიტეტი მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარსიტყვის გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ. ირანელი ხალხისთვის მიმართვისას ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, რომ გამოიყენებინათ ის მომენტი და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება. შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ტრამპმა გამოაქვეყნა განცხადება სოციალურ ქსელში, რომ დახმარება გზაშია. ბუნებრივია, ასევე ანალიტიკოსებიც გამოეხმაურა აი ამ საერთაშორისო კონფლიქტს და ამ მიმართულებითაც გაუსვამთ ჩვენ ხას, მანამდე მაყურებელი გვყავს ეთერში, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. გამარჯობა, დედიკო. დიახ, გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ. დედა, ეს მშვიდობა იყოს ქვეყანაზე, ეს გინდა შემოგეწყვეტო. ხოდა ჩვენ ქართველები ყოველთვის გინდოდა მშვიდობა და ომი სამშობლოს არ ვისწავართ ჩვენ ზურგის შეგვეცილება, თორემ მისე დღეს დავახლის მკვდარსაც კი გაეცინება. ქართველი კაცი ყოველთვის იყო მობრძოლი, მებრძოლი იყო ეს. დიახ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. გმადლობთ თქვენ ზარისთვის. 557 88 95 88 მორიგ მაყურებელს დავალოდოთ, რომელიც დაგვიკავშირდება, საუბრობთ საკითხზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. საქართველოს მთავრობამ სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ასევე ირანის რესპუბლიკას, ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლიურ ყველა ქვეყნის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ამის შესახებ დიახ, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი და როგორც განცხადებაში აღნიშნული, საქართველოს მთავრობა ეს გითხარით სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის და სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს. პირდაპირ ეთერში მორიგი მაყურებელია, გამარჯობა.
დიახ, გვესმის და ისაუბრეთ. სამწუხაროდ ხარვეზით ისმის თქვენი ხმა იქნებ დაგვირეკოთ თავიდან 557 88 55 88, ვინც ახლა შემოგვერთდით, შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ვსაუბრობთ საკითხზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. გამარჯობათ. გამარჯობათ, ბატონო. დიახ, გისმენთ. კი, მაგრამ მასეთი ინტერაქტივია შეიძლება ამ წუთში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუსალდებდა ირანის. მაგრამ ერთი სიტყვა არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ისრაელსაც მიუსალდებდა. ასეთი მიკერძოებული შეიძლება ჟურნალისტი რო იყოს? იცით რა არის, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, რას ნიშნავს მიკერძოებული. მე გაგაცანით ის განცხადება, რომელიც ეკუთვნის მთავრობას, შესაბამისად გთხოვთ პიროვნულად თავი შეიკავოთ და მხოლოდ გამოთქვათ თქვენი პოზიცია, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. მერწმუნეთ ჩემთან პირდაპირ დარტყმას ნამდვილად არ გირჩევთ, იმიტომ რომ არ ბრძანდებით თქვენ სწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმას, რასაც მე თქვენთან ვასაჯაროებ, მხოლოდ გავრცელებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას გიზიარებთ. მორიგ მაყურებელს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაგვიკავშირდეს, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს და ის პირდაპირ ეთერში გვყავს. გამარჯობათ. მოგესალმებით, გისმენთ. ისაუბრეთ, დიახ. ვის ხარია ხდება? გატოვებოდეს ესეთი დაბეჭდება, იქო ხალხებასთან. დიახ. გამოდის ტრამპი მეცე მინდა, ეს მინდა ვაფშე ტრამპი არ ვაფშე საერთოდ. გაის ისრაელი და ესე პასუხი უწევია. დიახ. აი გულები პოპედა. მადლობა თქვენ ძარისთვის, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, რომ გვირეკავთ ჩვენს ინტერაქტიულ გამოკითხვაში, თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებთ, რა თქმა უნდა, მინდა შევახსენო იმ მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვერთ და განსაკუთრებით რომ საუბრობთ საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. შაბათს 28 თებერვალს დილას ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და როგორ თქვათ შეფასებას მისცემდით, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, თქვენ როგორ მიგაჩნიათ ასე ვთქვათ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, ის, რასაც ახლა თუნდაც ჩვენ კადრში ვხედავთ, საომარ მოქმედებას, ეს იქნება საჰაერო თუ სახმელეთო მნიშვნელობით, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ერთი დგება ყველა შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალება, ხომ? ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორი დიპლომატიური მიდგომაა საჭირო სახელმწიფოებს შორის, რომ რაც შეიძლება თავი აარიდონ მსხვერპლს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, ჩემო პარკო. მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. დიახ. ვთვლი რომ ეს ომი ჩვენი ომი არ არის, დიდი სახელმწიფოები თვითონ მოაგვარებენ. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება სიმტკიცე, სიმშვიდე და ნეიტრალიტეტი. თავარია ჩვენი საზღვრები უნდა ჩაიკეტოთ, რომ ბუნებრივია ომს მოყვება ძალიან ბევრი მტოლვილი და საქართველოს ერთ-ერთი დიდი დარტყმის ქვეშ ხდება. მტოლვილების ტალღა ვაითუ მოაღწიოს ჩვენამდე. და აქედან გამომდინარე ნეიტრალიტეტი, სიმშვიდე და საზღვრების სასწრაფოდ ჩაკეტვა. აი ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემო კარგო.
საინტერესოა, მადლობთ თქვენ ძალისთვის, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე, ველოდებით მორიგ მაყურებელს, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, თქვენ ეს იცით. ასევე აღსანიშნავია მორიგი შეფასება, დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით. ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არასდროს შეუძლებელი. და მაყურებლის აზრი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია სწორედ ამ მიმართულებით ვსვამთ ჩვენ დღეს შეკითხვას და ველოდებით რა თქმა უნდა თქვენს დამოკიდებულებას. ამასთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაც მინდა შემოგთავაზოთ. მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ირანის ხელმძღვანელობასთან. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ დიახ ირანის ხელმძღვანელობასთან, განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას და როგორც აღნიშნავს პესკოვი, ირანზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვის სიტუაციას აანალიზებს და დაკვირვების რეჟიმშია. მაყურებელი ხაზზე გვყავს, გისმენთ თქვენს ყურადღებით. მოდესალმებით ბატონო შორონა. დიახ, გამარჯობათ. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ჩემი პოზიცია იქნება ასეთი სრული ნეიტრალიტეტი გრძელდება. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია დაღუპულები ორივე მხარეს, ირანის მხარეს, ისრაელის მხარეს, ყველა დასანანია, მაგრამ მიუმხრომლობა არის ჩვენთვის თავარი. რამე თუ თქვენ კარგად გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის უკან ჩატაევს რა ებრძოდა, ალო. დიახ, კი, გისმენთ, რა თქმა უნდა. ისაუბრეთ. ჩატაევს ებრძოდა ჩვენი სპეცნაზის ცკლიანი ბატალიონი ერთი თვის განმავლობაში და ეს რაში გადაეცემა ღმერთმა იცის ჯერჯერობით შეიძლება ტერორისტულში გადავიდეს და აქ შემოვიდეს რამდენიმე ათეული ტერორისტი რა დღეში ჩააყენებენ ჩვენს ქვეყანას ღმერთმა დაიფარო და გიფაროს ამისგან და ამიტომ სრული ნეიტრალიტეტი ჯობია ჩემი პოზიცია ასეთია. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა, რა თქმა უნდა, მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, ამიტომ სურველ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს შეგიძლიათ დაგვირეკოთ 557-88-95-88 და ვსაუბრობთ საკითხზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. თქვენ იცით, რომ ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათს დილით ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუნებრივია ახლა მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, განცხადებები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, მაგალითად გერმანია აღნიშნავს, რომ გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მისი თქმით, როგორც განმარტავს, გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუმცა მათზე თავდასხმა განხორციელდება. ასევე ფედერალური ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ირანთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები, აღნიშნავს მინისტრი. პირდაპირ ეთერში მორიგი მაყურებელი შემოგვერთ და გისმენთ თქვენც. გამარჯობა. გამარჯობა. რა თქმა უნდა ჩაიკეტოს სასწრაფოდ საქართველოს საზღვრები, რომ არ შემოიდეს უკონტროლო მასა საქართველოში, რომელსაც ვეღარ გავაკონტროლეთ, ეს აუცილებელია. მაგრამ ერთი რამეს მოვყარი, პური მართალია, ირანელებს ზოგ უხაროდან, რომ თავიანთი ქვეყანა იბომბება, იცით რა არის? ნახე, ამერიკის მოქმედება, შენ თუ ეს იარაღი, ამას რომ კონდეს რატომ არ გინდა? არც შენ და კონდეს და არც იმას მაშინ. ჩვენს ქვეყანაში რა გინდა, კაცო?
დიახ, იცით რა არის ახლა? დიახ, იცით რა, თქვენ რომ ბრძანებთ რომ ეს რა ვნახე ირანელებს უხაროდათ თავისი ქვეყნის დამბომბა, ეს ხომ რა თქმა უნდა ალოგიკურია. უბრალოდ ერთი რაც გაჟღერდა არის ის რომ ირანის სასულიერო ლიდერის სიკვდილთან დაკავშირებით აიათოლას გარდაცვალებას ზეიმობდნენო, აი ამ სახის, ამ შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა და შეცდომაში რომ არ შეხვიდეთ. ბუნებრივია საკუთარი ქვეყნის დაბომბვა, როგორ შეიძლება რომ ქვეყნის მოქალაქეს გაეხარდეს, ხო? ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს გამიგო როგორ შეიძლება ის გადიხარდეს? ვინც არ უნდა იყოს? გასაგებია. კარგით, გმადლობთ თქვენ ძარისთვის 557 88 88. მორიგ ტელემაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ პირდაპირ ეთერში და ისაუბროთ საკითხთან მიმართებით. დიახ, მაყურებელს უსმენთ და შემდგომ დღევანდელი ინფორმაცია თუ როგორ განვითარდა მოვლენები აღნიშნულ ქვეყნებში. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? მისმენთ გენაცვალე. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ, კი. ხო, როგორ და კი მართალია, საზღვრები უნდა ჩაიკეტოს, მაგრამ ფერეიდანელი ქართველები თუ მოადგებიეს საყვარს, კეთილი ინებოს მთავრობამ და ისინი მიიღოთ. დიახ, კარგით, გასაგებია თქვენს დაგემშვიდობებით. დუბაიში, დოჰასა და მანამაში, ასევე იერუსალიმში დღეს დილით ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა. თეირანი მესამე დღეა, როგორც გითხარით, აგრძელებს ისრაელისა და ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმას. ეს ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, ასევე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა კატარისა და ბაჰრეინის დედაქალაქებში, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში. მედიის ინფორმაციით, ქუვეითში ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შავი კვამლიც დაფიქსირდა და საელჩოს თავდასხმის ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მან მოქალაქეებს მოუწოდა საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ. მანამდე კი ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაისროლეს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, ალბათო შევენა. დიახ. მოკლედ ახლა ხალხს უსმენს საზღვრები ჩაკეტა და ეს არ ხდება. საზღვრები ჩაკეტა და რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან პოზიცია ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რომ არავითარი ვინმე მხარეს ესე კონკრეტულად დაფიქსირებ. ზოგადად არავისთვის არ არის ომი კარგი, ასეთი მხრისთვის. ღმერთმა ხილასო დიპლომატიურად მოხდეს მოლაპარაკება ქვეყნებს შორის და დამშვიდდეს, რომ ეს არც ჩვენთვის არ არის კარგი, არც ამერიკისთვის, არც ირანისთვის და ამ ომიდან გამარჯვებული ჩემი აზრით არავინ არ იქნება. იმიტომ რომ ეს თუ უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდა, მერე მთელი რეგიონი ჩაერთვება ამ ყველაფერში უფრო ძლიერად და ეს არავის არ აწყობს და ღმერთმა ახსნას ეს რომ მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვილოცოთ და უნდა ვიფიქროთ, რომ მშვიდობა იყოს თორე საზღვრები ჩავკეტოთ, არავის შემოუშვათ, ეს ხო არ არის, ახლა ვინ ჩაკეტავს საზღვრებს. ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა სიმშვიდე გმართებს და კონკრეტულად ვინმეს პოზიციის ხარეს რომ აი ეს ხარეს მიუსანდრიოთ დაუშვათ და ირანელი ბავშვია ამერიკელის, ებრაელის და ქართველის და ყველა ღმერთმა დაიფაროს ცუდისგან ყველა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმებით, გმადლობთ თქვენც რომ გვირეკავთ. ჩვენი საკონტაქტო ნომერი უკვე მაყურებლისთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე, ველოდებით შემდეგ აზრს, რა თქმა უნდა. გეტყვით ასევე, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ვისი მხრიდანაც ეს განცხადება გაკეთდა, ეს კომენტარი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა მან, რომლის თანახმადაც ირანი შეერთებულ შტატებს შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და მოლაპარაკებების განხილვას თხოვა. და
ტრამპის პოზიცია მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, მათ შორის გერმანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, მოსკოვი, როგორც პესკოვი გვეუბნება, რუსეთი აკვირდება მოვლენებს და აკეთებს ანალიზს, ბუნებრივია ჩვენც რა თქმა უნდა გვეცოდინება ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულება აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და თქვენც რა თქმა უნდა მედია საშუალებით შეძლებთ აღნიშნულ თემაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას, თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენი გადაცემის ფორმატი, რასაც ითვალისწინებს, ჩვენს მოქალაქეებს გეძლევათ შესაძლებლობა სურვილის შესაბამისად, რომ დაგვიკავშირდეთ და თქვენც პირდაპირ ეთერში ბრძანოთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ, კაპიტანო შორენა. დიდი პატივისცემით. გმადლობთ. მე მინდა განვავითარო იმ ქალბატონისა, დიახაც უნდა შეძლებისდაგვარად ჩვენმა ქვეყანამ უნდა ჩაკეტოს და გაამაგროს საზღვრები. დიახ, უნდა გაამაგროს და ჩაკეტოს საზღვრები და იმ მამაკაცს ნამდვილად ვერ დავეხსნები, აი ჩვენ წინ რომ აღგერებდა თავის პოზიციას. ჯერ კიდე ირანის რაღაც შეხლა შემოგვეხლი პერიოდში, რომელიც ერთი 3 კვირის წინ განვითარდა. მე მოწმე ვიყავი მარტყოფელი ახალგაზრდების განცხადება მოვისმინეთ, რომ იქ ყოფილა ტოლვილთა ბანაკი მარტყოფში, რაღაც შენობები. და იქ უკვე განთავსებული იყო 500 ტოლვილი ირანიდან. ჯერ კიდე მაშინ გესმით? და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მიუმხრობელი, შეძლებისდაგვარად კი არა, აუცილებლად უნდა დაიცვას ნეიტრალიტეტი. იმიტომ რომ როცა ასეთი დონის, ასეთი მასშტაბის ქვეყნებს ერთმანეთში აქვს ბრძოლა, არაფრის არ უნდა ჩაერიოს საქართველოს. თავისი მასშტაბიდან და თავისი ძალიდან და თუნდაც იქედან რომ ის ომი მართლა არ არის ჩვენი ომი რა. ასეა ნამდვილად რა. რა ვიცი, კაპიტანო შორენა. აი სხვა რა შეიძლება ვთქვათ. აქ არც ირანის დროშების ფრიალია საჭირო და ანძების განათება და მით უმეტეს არც ისრაელის ნაპატი არც მათი დროშები და არც მათი დაფეტიშება და განსაკუთრებული ძალისხმევით მხარდაჭერის დამომჟღავნება. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ორივე არის ჩვენი ასე თუ ისე მეგობელი, არც ერთი მეგობარი არ არის. მე ძალიან კარგად მახსოვს იგივე 9 აპრილი რომ იყო მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩვენთან თავისი ქვეყნის საქმეებს აგვარებდა. არავის არ გამოუწევია ის საკითხი, რომ საქართველოში დაუშვათ რუსეთმა მოაწყო ასეთი სისხლისმგებლელი აქცია. ამიტომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საჭიროებებზე. რა ვიცი, ხა მე თქვის დამრიგებლად ალბათ არ გამოვდგები, თუმცა რატომაც არა. მაგრამ ხელისუფლებამაც ეს უნდა იფიქროს და ჩვენმა ხალხმაც. აი ესე პირველ რიგში ჩვენი ხალხი და ვინც აქ არიან, იგივე ირანელები არიან, ებრაელები, ყველა უნდა დავაწყნაროთ და არავის არ უნდა მისცეთ უფლება ზედმეტი, მაპატიეთ ზედმეტი ხტუნაობის. კი, რა თქმა უნდა. სრულიად კი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რა თქმა უნდა, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიურად გამოვიყენებ ასევე ამ კონტექსტში სიტყვას უნდა იქნას ასე ვთქვათ დაფიქრებულად უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა განცხადებები, ნაბიჯები გადაიდგას და ასე შემდეგ. ვიმედოვნოთ, რომ რა თქმა უნდა საქართველოს როგორც არის, მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებითაც სრულიად იყო შენარჩუნებული სიმშვიდე, მშვიდობაზე კეთდებოდა მაქსიმალურად აქცენტი და რეალურად ეს ასეც არის უფლის მადლით და ალბათ რა თქმა უნდა ისევ და ისევ გონივრული გადაწყვეტილებების ხარჯზე. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, მოგესალმებით, თქვენც გითმობთ დროს, გამარჯობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ხარე. ასევე ყველა მივიღოთ ხედველობაში, რომ არც ერთ ვარიანტი არ შეიძლება ატომი იქნას ირანში. ბირთვული შეიარაღება ირანს არ უნდა კონდეს. ამიტომ თუ დაეთანხმება ის ირანი, ამერიკა იქნება თუ ისრაელი რომ ყველაფერს მოწონს და მოლაპარაკებაზე წავა,
ეს იქნება ყველაზე კაი, თორე თუ ატომური იარაღი ეხლა ჩათვალეთ ისე რომ საქართველოს არ იქნება, გახდება ირანი. ასე რომ მშვიდობა იყოს ყველაზე კარგი იქნება. რა თქმა უნდა, გმადლობთ ზარისთვის. დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემოსფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამორიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით. ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მან აღნიშნულ პროცესში დიპლომატიური გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არასდროს შეუძლებელი. იმისთვის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და შევინარჩუნოთ გლობალური გაურცელებლობის რეჟიმის უწყვეტი ეფექტურობა, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიას და მოლაპარაკებებს, აღნიშნავს ის. შემდეგ მაყურებელს უსმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ალბათო შორენა, ყველა საკითხი გავიხილეთ, მათთვის როგორც დარჩა იმაში დუბაიში ბატონი კახა, თუ რამე დაემართოს, ღმერთმა არ აკნავს, მაგაზე რატო არაფერს არ ვამბობ? თქვენ საუბრობთ კახი კალაძეზე, საუბრობთ როგორც ჩანს, ხომ ასეა? კი ბატონო. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ კი ბატონო, ვინაიდან მაყურებლის ინტერესია, თბილისის მერი კახი კალაძე აბუ-დაბიში იმყოფებოდა შექმნილი მდგომარეობის გამო ამ დროისთვის საქართველოს ჩამოფრენას ვერ ახერხებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრესამსახურში განაცხადეს. ის შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას. აი ეს ინფორმაცია, რაც შემიძლია გითხრათ, თუ ასეთი მნიშვნელოვანია დღეს 12 საათის მონაცემებით. შემდეგ მაყურებელს ვეტყვი, რომ საუბრობთ საკითხზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტზე 28 თებერვალს დილას ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების და მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რას ფიქრობს ჩვენი მაყურებელი? პირდაპირ ეთერში გითმობთ დროს, გამარჯობა. გამარჯობა და ის დამაკავშირეთ ის რაღაცა. ეთერში ხართ, ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ, გამარჯობა. სამწუხაროდ. რადგან დიახ. ჩვენი ეს იყო ის ირანი ერი ყოველი იყო და მთელი საქართველო აოხრა ჯანძაბას მაგათითავი ის იცი კიდევ ეხლა ბირთვული იარაღებს ამზადებს და აქ არ შემოგვიდიოს მერე აიმიტომ არ მინდა ეს ირანი იყოს ეს თავისუფალი ჩვენ ვიყო თავისუფალი დიახ გასაგებია თქვენი პოზიციას დაგემშვიდობებით. ჩვენ დღევანდელი შეკითხვა მაყურებლისთვის ცნობილია, გადაცემის დასრულებამდე გრჩება 20 წუთი, ამიტომ მაქსიმალურად შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ტელემაყურებელმა, ასევე რადიო მსმენელმა, ვინც ტელევიზიით გვადევნებთ თვალს, მონიტორზე ხედავთ ჩვენ საკონტაქტოს 557 88 55 და მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობათ. ვისაც უნდა ეწყიროს, ვისაც უნდა გაეხადოს. ალადესნაირი კიდევაც ჩვენი ხელარზე თუ ვინმეა საერთოდ ნახული სადმე აქ საომარ მდგომარეობაში დარჩეს მან მისცემია. სულ არ აქცდება აქ. აბსოლუტურად არ აქცდება. კარგით, რატომ ფიქრობთ ასე? არ შეიძლება რა. კარგით, დაგემშვიდობებით. ჩვენ საუბრობთ, რომ მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, და აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა ახლა თქვენ კალაძეზე საუბრობთ თუ ისე, საინტერესოა მოქალაქების პოზიცია იმ კუთხით, რომ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად საქართველოს პოზიცია და არა კონკრეტულ ერთეულ პირებზე გაუსვათ ხაზი. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. ალო. მოგესალმეთ, ჩვენ ისაუბრეთ თუ შეიძლება. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ქალბატონო. რომ ჩვენ ფერეიგნელები წამაიყვანოს ჩვენ მთავრობამ და აშენონ იქ არაბებს რო უშენებდნენ. აი ეგ არის ჩვენი პოზიცია. ეგ ომი არ გაჩერდება.
დიახ, კარგით, გავიგეთ ჩვენც თქვენი აზრი. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ქუევითმა 3 ამერიკული ავიამოერიშე შეცდომით ჩამოაგდო ამ სახის ინფორმაციაც ვრცელდება. მათი ინფორმაციით ეკიპაჟის 6-ვე წევრი ასე ვთქვათ სტაბილურ მდგომარეობაში არიან. ბუნებრივია ინფორმაციები აქტიურად გავრცელდება და მაყურებლის აზრი კვლავ ეთერში ხართ, გამარჯობა. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. ესე იგი, უსმენ ამ მსმენელებს და არ ვიცი რა ეს ქართველებს მართლა რა გვჭი ერთმანეთის ეხა კალაძეს რო ამბობდა კი არავის მიმოშორ, მაგრამ რა შუაშია შედალოცილო ადამიანი არის წასული ხა ერთმანეთის იმაზე ხა რაღაცა პოლიტიკური უკმაყოფილება აქვს და დარჩეს იქ და ესეთი ლაპარაკი ჩვენ არაფერს არ მოგვიტანს რა ჩვენ სხვანაირად თუ არ მოვიქეცით ერთმანეთს თუ არ შევიყვარეთ ესე არაფერი არ გამოვა არც ხო და ისინი იმათ ატომებზე და დიდი ქვეყნების თემებზე რო ლაპარაკობენ ჯერ თუ შენ არ ვარგი ხარ და შენი მოქალაქე გძურს ესე არაფერი არ გამოვა რა თორე მე არც იმისკენ ვარ არც იმისკენ ვარ მე მინდა რომ ქართველი ხალხი იყოს შვიდად და ერთმანეთი შეიყვაროს ის კი არა ერთმანეთი განსხვავ შეიყოს რა უბედურება არის დარჩეს იქ და მე არც კალაძის მომხრე ვარ და მე ვარ ყველა ქართველის მომხრე და საქართველოს მომხრე კი გეთანხმებით სრულიად დიდი მადლობა პოზიციისთვის თქვენც მაყურებელს შეგახსენებთ თემას როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე შეგიძლიათ რომ შემოგვერთდეთ და ისაუბროთ დიახ ხაზე გვყავს მსმენელი მოგესალმებით გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება ნუ დააყოვნებთ დაიწყეთ საუბარი კარგი დაგვიანებით მოდის ჩემი ხმა უმორჩილესად გთხოვთ დაუწიოთ ტელევიზორს მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში გსურთ საუბარი ვინაიდან გვიან მოდის ჩემი ხმა და ფიზიკურად შეუძლებელი იქნება რომ კომუნიკაცია შედგეს 557-88-55 საუბრობთ იმ საერთაშორისო კონფლიქტზე რომელიც 28 თებერვალს დაიწყო დილას როდესაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს დონალდ ტრამპის სიტყვებია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შეიარაღებულ ძალებს და ასევე პოლიციას მოგიწოდებთ რომ დაყაროთ იარაღი თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით. ასევე საგანგებო მიმართვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანის კიდევ ერთხელ აღნიშნა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. როგორია მაყურებლის პოზიცია, მაშინ როდესაც ასეთი დაძაბული მოცემულობა მსოფლიოში კერძოდ იცით რომ ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ასე ვთქვათ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს და სამწუხაროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიახ, გამარჯობათ. სადეიბადა ხალხი, საგეიზარდა ხალხი. რასაბოთ ბიჭო ვინ დარჩეს რა დარჩეს ბიჭო ნამუსის სინთეზი გააქვთ რას ლაპარაკობთ ბიჭო ქართველები არა ხართ ბიჭო ღმერთი არცავთ ბიჭო ქრისტიანები არა ხართ ბიჭო რას ლაპარაკობთ ბიჭო ასე რამკარტავია სკამა რამკარტასულელად ასე თქვენდა მოთხოვნა კარგით რა ძალიან გთხოვთ კორექტულად თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში როდესაც გვიკავშირდებით გასაგებია სრულად თქვენი პოზიცია, მაგრამ თქვენ ხომ იცით რა არის პირდაპირ ეთერი, განსხვავებული აზრია აუცილებლად და შესაბამისად ჩვენ ამ განსხვავებულ აზრს ვიღებთ, ხომ? ბუნებრივია. ყველა ადამიანს ერთი აზრი არ ექნება, ამიტომ ნუ გაბრაზდებით და ნუ გაცხარდებით. გამოთქვით მხოლოდ თქვენი პოზიცია თემატურად, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე, მაშინ როდესაც აი ასეთი დაძაბული მდგომარეობა 28 თებერვლის დილიდან ფაქტობრივად ირანში. რაც შეეხება ანალიტიკოსებს, მე გითხარით გადაცემის დასაწყისში, რომ ანალიტიკოსებმაც ბუნებრივია გააკეთეს შეფასება
ამ დაძაბულობასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, ანუ ფაქტობრივად აი ამ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და გარდაცვლილთა სამძიმარს უკავშირდება, ის გვეუბნება, რომ მთავრობის ტექსტი დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი кейსია, ვინაიდან ის არის დაბალანსებული ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კლასიკური ნიმუში. და მაყურებელს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, შემდგომ განვაგრძობ. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ეს მეზობელ ქვეყნებში. ეს ომი როგორ გაფართოვდება და რა ფორმას მიიღებს, ამის პროგნოზს მე კი არა ძალიან განათლებული ხალხი ვერ აკეთებენ, რა თქმა უნდა, და ეს არის საშინელება, რასაც ქვია. ახლა რაც შეეხება ისტორიულად საერთოდ ჩვენდა სამწუხაროდ ასე იყო, რომ იყო თავდასხმები და ჩვენ ძალიან ცუდი რამ გვახსოვს შახთამაზიდან, შახაბასიდან და ასევე კიდევ სხვა ქვეყნებიდან, თუნდაც თურქეთი ავიღოთ და კიდევ სხვა ქვეყნები და თავდასხმები, რა თქმა უნდა, ირანიდან ძალიან მკაცრი შემოტევები იყო საქართველოს მიმართ, მაგრამ ბოლო 200 წელია და მასზე მეტი ეს ქვეყანა თავზე არავის არ დასხმია და რო დაესხმები, რა თქმა უნდა, გაგცემს პასუხს. ეს არ არის ის, რომ მე განსაკუთრებით ირანის მხარეზე ვიდგე. უბრალოდ ჩემი გააზრებით ვაკეთებ ასეთ ანალიზს. ეს ომი არ უნდა დაწყილიყო, მაგრამ ვინ დაიწყო ეს ომი, მე ვფიქრობ, არც მათთვის არ დამთავრდება საკეთილდღეოდ. ეხლა რაც შეეხება ფერეიდანელ ქართველებზე. კი იყვნენ ისინი ფერეიდანელები, მაგრამ მათი მომავალი საუკუნეებია გავიდა და ისინი არიან დღეს ჩვეულებრივი ირანელები. და თუ მთავრობა მათ კარებს გაუხსნის, ხელშეკრულებას ვერავის ვერ დაუდებს, რომ ფერეიდანელი შემოვიდეს და სხვა არ შემოვიდესო. ეს უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფოს მთავრობამ. არ ვიცი, ამ პასუხს ნამდვილად ვერ გასცემ. უნდა გახსნას ეს კარები თუ არ უნდა გახსნას, მაგრამ თუ უნდა გახსნას, ეს უნდა იყოს კანონზომიერად. ძალიან რთული მდგომარეობა და ნამდვილად ზუსტ პასუხს ვერ გეტყვი. ზუსტი პასუხი შეიძლება მთავრობასაც არ კონდეს და სხვათა შორის შახაბასის დროშებს რო დაძევენ უკან. მთავრობა მიხედოს იმ ხალხს. კარგით, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. ვსაუბრობთ იმ მოულოდნელ დარტყმებზე, დარტყმაზე უпростоრეთ, რომელიც 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ირანის წინააღმდეგ და ჩვენ დღევანდელი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია აი ამ კონფლიქტის დროს. მაყურებელი ხაზია, მოგესალმებით, გისმენთ თქვენც. გამარჯობათ. კარგით. შემდეგ მსმენელს მივცემთ შესაძლებლობა, რომ შემოგვერთდეს თუ შეიძლება. კი ბატონო, რამოდენიმე წამში იქნება ეს შესაძლებელი. მოგესალმებით. ისაუბრეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. რაში საქმე იცით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეხლა მე მივმართავ ჩემს ერს, ჩემს ხალხს, ჩემთვის არ არსებობს ნაცი და კოცი, ჩემთვის არსებობს ქართველი ერი და მივმართავ ყველას. გონს მოეგეთ, ჩემო თანამემამულენო, ჩემო ქართველებო. მე ასაკოვანი ქალბატონი მოგმართავთ, რომელსაც ვერ რამენახეთ ცხოვრებაში და ჩემი ასაკიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაგრევ, მაქვს ამისი უფლება, რომ მოგმართოთ აი ასეთი წინადადებით. დაამთავრეთ ეს პოლარიზაცია. შეიყვარეთ ერთმანეთი, თვარ შეიყვარეთ შემთხვევაში აკიდიეთ ერთმანეთს, დაამთავრეთ ეს აურზაური, იმიტომ რომ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, მიდის მსოფლიო გადანაწილება. და ჩვენ ეს პატარა წერტილი არ აღმოჩნდეთ სხვერპლი ამ გადანაწილებით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდით. მადლობ თქვენს რომ შემოგვერთდით და მიიღეთ ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობა, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტებზე. ეს არის ჩვენი დღევანდელი თემა. ამიტომ ველოდებით შემდეგ მსმენელს, რომელიც დიახის უკვე პირდაპირ ეთერშია. გამარჯობათ. გამარჯობა.
ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება არ დააყოვნოთ. გამარჯობათ. დიახ. ქალბატონო შორენა ძალიან ცუდი ამბავი ხდება. ძალიან ცუდი. უნდა ვიყოთ ყველანი ძალიან ფხიზლად. არავინ არ უნდა შემოგვეპაროს ისე რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდეთ. განსაკუთრებით თავრობას უნდა მივმართოთ. ცუდია რა თქმა უნდა ეს გარშემო ომი. კარგი როგორ არის? ყველა ცოდვა. ბავშვიც, ქალიც, მოხუცი ვინც იღუპება, ვინც ჩამოვარდება ის ბომბი, ის რაკეტა, ხო არავინ არის. და მეორე კიდევ ჩვენ მოსმენილი გვაქვს უგულავას გარო ეს ქვეყნისთვის ომის მოსულა იაბრელშვილგან რომ ომი მინდა რომ ჯარიასგან ბომბების წიმა მირჩევნია მაგრამ ქართველები მენტალებლები უნდა ვიყოთ არ უნდა განმიკითხოთ ეს ხალხი არც იმ ბატონის საქციელი მგონია სწორი ალაძეზე რომ ხარო დარჩეს რა უნდა იქ რატომ უნდა დარჩეს ოჯახი აქვს მეუღლე ყავს შვილები ყავს ქართველი კაცია არა ჩემო ბატონო არა თქვით სწორი ყველა კარგად უნდა ვიყოთ და ჯანმრთელად უნდა ვიყოთ ხიზლად უნდა ვიყოთ ყველა ვარი გწერია და გვაცილოს ღმერთმა ომი ჩვენ საქართველოს დიდი მადლობა თქვენ მადლობა ზარისთვის 557-88-55-88 კლავ შემდეგ მაყურებელს დაუთმობთ დროს რა თქმა უნდა სურვილი შემთხვევაში მოულოდნელი დარტყმა ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ირანული მედიის ინფორმაციით დედაქალაქ თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს ისრაელის პრევენციული დარტყმები იყო თუმცა შემდგომ გამოირკვა მოგვიანებით რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ დარტყმებში შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა და მაყურებელი ხაზია გისმენთ თქვენს შეფასებებს თქვენს ანალიზს ვუსმენთ გამარჯობა პირველ რიგში იმის გამო რომ დიდი ხანია უცნაურად დაგიკავშირდეთ პოპულარულია ძალიან თქვენი გადაცემა და დაკავება იყო მეორე რიგში ბობის მოგიხდით იმ უძდელი მამაკაცის გამო რომელიც პირდაპირ იქნებოდა იმიტომ რომ ეს ქართული კაცი მეუღებელი რაც შეეხება ამ კონფლიქტს ახლა რამოდენიმე ასპექტისგან შედგება პირველი პოლიტიკურია როგორც ყოველთვის ომი ყოველთვის იწება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა არის ასე ვთქვათ რეგიონში მეზობელი. ჰუმანიტარული ასპექტით თუ შევხედავთ, რომლებიც უნდა მიიღო რაღაც კონკრეტული მიაქციო. იმიტომ დიდი ტრაგედია, ყოველთვის დიდი ტრაგედია სხვა პრიმოყვება. გაჭირვებული გაშორებული ხალხი. პოლიტიკური ასპექტით რო შეხედავთ, ჩვენი დეკლარირებული მოკავშირეების წრები არიან და არაფერი ტებია ამერიკაში. ეს ცოტა ისე საკითხია რა თავრობა უნდა გამიჩნოს. თუმცა იცით რა არის საინტერესო ეს თქვენი პოზიცია გასაგებია სრულად თუმცა ნახეთ მე დაგეკითხებით ასევე აზრს საქართველოს რომ გავავლოთ ასე ვთქვათ პარალელი საქართველოსთან რა კუთხით პოზიცია როგორი უნდა იყოს სახელმწიფო გუნდის მხრიდან აი როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ საერთაშორისო კონფლიქტების ფონზე ანუ ჩვენი საქართველოს როლს გულისხმობ დამოკიდებულებას მიდგომას ესეგებია აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს თუ პოლიტიკური სახით შევხედავთ ესენი ჩვენი მოკავშირეების პირდაპირ წრები არიან ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია დადებით როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში ჩვენი ტერიტორიული განაკარგების არაღიარებაში პოპულარული სტруქტურით ავხარა ყველანაირად ცდილობენ რომ ეს რაღაც ეს პატარა ქვეყანა დაიჩადოს და არ გაგაღუალოს რუსეთმა ამ დროს ხა შენ როგორც ქვეყანა ნაბილი ყავ და დემას უკეთებ და კოთ ირანის ხალხს იჭერ ნუ ეგ რა გამოდის მე კიდევ ის ღალატია მაგრამ მეორე მხარეს თუ თქვა გამიჯნავე და ჰუმანიტარული სახით შემოუშვებენ დევნილებს ხა ჩვენ არა გვაქვს ხელა რესურსი არც იმ ხელა ქვეყანა არ არის რომ ამ ხელა ვაშტები 100 მილიონამდე ახსენს ირანის მოსახლეობა დიახ ძალიან რთულია ამ ხელმოსახლებას ვერც მივიღო და არც უნდა მივიღო. რაღაც კოტა უნდა გამოიყოს რომ რაღაც თუ ქვეყანა და თავმოყრება თქვა რაღაც ბავშვები და თვალები
მიიღონ და არა დაჭრილები რომ თქო გადამზადება მოხდეს. დიახ, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის, თქვენი პოზიციის საჯაროდ ასე ვთქვათ, გაჟღერებისთვის და გემშვიდობებით. მორიგ ტელემაყურებელსაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა შემოგვერთდეთ, საუბრობთ საკითხზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია იმ კონფლიქტების ფონზე, რომელიც ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ირანში. მე გეტყვით, რომ ამ ოპერაციისთვის ახლო აღმოსავლეთში 500-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი და 10-ობით სამხედრო ხომალდი, მათ შორის 2 ბირთვული ძრავით აღჭურვილი ავიამზიდი განლაგდა და წინა ისტორიას თუ გადავხედავთ, სიტუაცია ირანის გარშემო 2025 წლიდან თანდათანობით იძაბება. დასავლური წყაროების ცნობით ირანი აგრძელებდა ურანის გამდიდრებას 60%-მდე და ზღუდავდა ასევე საერთაშორისო ინსპექტორების წვდომას ბირთვულ ობიექტებზე. ამასთან ერთად გეტყვით იმას, რომ ისრაელი არაერთხელ აცხადებდა, რომ არ დაუშვებს ირანის ბირთვულ შეიარაღებას და ის ამზადებდა პრევენციულ სცენარებს. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა მოლაპარაკებების აღდგენას, მაგრამ პროგრესი იყო მინიმალური და რამდენიმე დღის, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა განაახლეს მოლაპარაკებები ჟენევაში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ასევე გეტყვით, რომ დაძაბულობის ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში უფრო სწორედ F-22 ტიპის ავიაგამანადგურებლების და ასევე სხვა შეიარაღების გადასროლა დაიწყო და ამის პარალელურად უკვე 25 და 26 თებერვალს ირანმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები და ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირება ჩაატარა. მოკლედ მივედით 27 თებერვლიდან უკვე შეინიშნებოდა მოახლოებული დაპირისპირების ნიშნები და ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში გარკვეულ დიპლომატიურ პერსონალს მისცა ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია და ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საგანგებო სხდომაც გამართა. საბოლოოდ დადგა ის რეალობა სამწუხარო, რომ შაბათს 28 თებერვალს დილას ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების და მრავალი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რას ფიქრობს ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში გვყავს, რომელიც ხაზზე გველოდება, გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. მოგესალმებით, შუადღე მშვიდობის აგენაცვალე. დიახ. რაც უფრო იმას, რომ საქართველოს ნეიტრალური მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს და დაიცვალოს აუცილებლად ჩვენი საზღვრები უნდა იყოს გაკონტროლებული აუცილებლად და ქართველებმა კიდე ერთმანეთი უნდა შეიყვაროს და ეს მამაკაცის გამოსვლა არ იყო ნამდვილად მოსაწონი კალაძეზე რაც თქვა. ქართველებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროს, როგორმე ერთმანეთს უნდა შეუდოს ლაპარაკიოთ და ძალიან დიდი სიცხილე გჭირდება ახლა შიგნით საქართველოში ვინც არიან ირანელები, ებრაელები ერთმანეთს შორის არ მოხდეს არანაირი დაპირისპირება და რამე ისეთი კომპლექტი და ძალიან დიდი სიცხილე გვმართებს ჩვენ ქართველებს ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება უნდა აიწონოს და გაიზომოს საქართველოს. გმადლობთ ქალბატონო თქვენ ძარისთვის, ასევე ბოლო ცნობები მინდა ვუთხრა მაყურებელს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადება, კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას ის კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ. და ასევე ბოლოს დავასრულებ ქართული ოცნებიდან წილოსანი კითხვაზე აპირებს თუ არა მთავრობა ირანში მიმდინარე პროცესებზე საგანგებო სხდომის გამართვას, რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩებურეკსაც ჭამდა, ასეთი შეფასება გააკეთა ნინო წილოსანმა კითხვასთან დაკავშირებით. მოკლედ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს იმ ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს, რომელიც გვეკავშირდებოდით გასული 50 წუთის განმავლობაში. საუბრობდით საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონფლიქტზე და რა თქმა უნდა, ყოველ თანხმდებით ერთ უმნიშვნელოვანის აზრზე, რომ მშვიდობა და ისევ მშვიდობა, რომელსაც არ გააჩნია ალტერნატივა.
დღევანდელი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე შორენა ჭიაურელი ვარ. 4 შაბათს კვლავ გიბრუნდებით ბუნებრივი ახალი თემით. წარმატებულ და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.